მოგესალმებით, დავბრუნდი ისევ მაფიას 3-ით. მოკლედ, რაღაცები უნდა მოგიყვეთ კიდე. ესე იგი, ჩემი ვიდეოები არის ფაქტობრივად აი ისტორიების და რაღაცების მოყოლა იმისა, თუ რაც ხდება ფაქტობრივად ერთი კვირის მანძილზე, როცა ვიდეოს ვერ ვიღებ ან არ ვიღებ. ნუ უფრო ვერ ვიღებ, იმიტომ რომ მინდა მეც რომ მალე დავამთავრო ეს თამაში და ასევე მალე გავიდე რა ამას, რომ მე სხვადასხვა თამაშებიც კიდე გადავიღო, მაგრამ სამწუხაროდ ეგრე მარტივიც არ არის საქმე. მანამდე კიდე მოგიყვებით რაღაცეებს და თან კიდე რა ვიცი, ვინც ახალი მაყურებელი იქნება, ვისაც მოუნდება დაუშვათ რომ ნახოს ეს ვიდეოები მაფიასთან დაკავშირებით, ნუ ნახავს ამ ვიდეოებს, თან კიდე რაღაცა ისტორიებს მოისმენს. ეხლა არ ვიცი რა უნდა გავაკეთო სიმართლე რო გითხრათ, მე მგონი აქეთ უნდა წავიდე ალბათ, არ ვიცი რამდენად ეხლა მთავარი მისია არის, მაგრამ მაინც თუ ესენი გავაკეთო. მოდი აქეთ მივიდეთ. დენოვონი რატომღაც უფრო მეცნობა ვიდრე ჰაროლდი და ესენი შეიძლება კიდე გვერდითი მისიები იყოს, ამიტომაც მოდი ახლა ჩვენ დენოვონთან წავიდეთ, მთავარი მისია იქნება დიდი ვალოდით ეგ. მანამდე კიდე გეტყვით თუ რა და როგორ მოხდა. მოკლედ სამსახურში ვიყავი წინა კვირას, ხო და შესვენებაზე ვიყავი რა გასული. დაახლოებით, ნუ რამიშნულმა პრინციპში რომელზეც გავდივარ ახლა შესვენებაზე, მაგრამ შესვენებაზე გავედი, ჭამე, მოვედი მე ის სამსახურში და ვთქვი რომ მეთქი საბერფარაშოში უნდა გავიდეთ ხო და მოვალ ეგრევე თქო რა. ხო და საბერფარაშოში რო გავდივოდი, იქვე არის თან კიდე ერთი დიდი მაკდონალდსი. ხო და მივდივარ ტელეფონში ვარ შეშტერებული, ანუ არ ვიყურები რა დირა წინ და რო ავწიე თავი, ეგრევე დავინახე რაღაცა აი ფარები, რომლებიც ძალიან მეცნო. და დავაკვირდი ახლა უფრო უკეთესად დავაკვირდი და კორვეტი. აუ გამოვშტერდი მეთქი საიდან გაიჩითა აქ რა მოგიყვანა დალოცვილოთ როგორცა მოკლედ რა ეგ რა თქვა მე. აქ რატო ამდენი პოლიცია კიდე რა ხდება. ხო და მე დავიწყე რა ვიდეოს გადაღება და თან კიდე უთხარი ახლა პატრონს რომ მეთქი შეიძლება რომ გადაგიღოთ ხო და კიო კაცო შეიძლება გადაღებაო, ფოტოს გადავუღე რაღაცეები ესენი და ანუ დაველოდე რა სანამ გამოვიდოდა დრაივიდან მეორე მხარეს და მეორე მხარესაც კიდე რაღაცა ვიდეოები რო გადავუღე, თვითონ შემეკითხა როგორი გამოვიდაო რა ფოტო და ვიდეოები და მეთქი რომ რა ვიცი ახლა რაც მომასწარე კარგი იყო თქო. და მე მეუნება რომ ნუ პრინციპში მე უთხარი ჯერ რომ მეთქი მეც მყავს შევროლეტი ოღონ კამერო თქო 3.6 არის ჩემი კამერო. მე მგონი ადრე ნაჩვენები მაქვს რომელიღაცა ვიდეოში შინდის ფერი არა და აი წითელი სტაფილოს ფერში გადადის ესე რომ ვთქვა თეთრი ხაზებით. ნუ 3.6 არის სამწუხაროდ, მაგრამ ეგ არაფერი. თან ახლა გაფუჭებული არის, ეგეც კიდე მოგიყევით მე და ახლა მე ორიჯერ მოყოლას არ ვაპირებ. ინჟექტორები აქვს დაზიანებული 2 და შემიძლია გამოცვალო ეგენი და ჩოლებროდ იმუშავებს მანქანა, მაგრამ არ მინდა რომ კიდე დაუშვათ მე დაზიანდეს და კიდე რაღაცა ხო და ვიციო რა, კამერო რო ყავსო, იმიტომ რომ TikTok-ზე შენი ვიდეო ნანახი მაქვს და მე მგონი YouTube-ზეც კიდე შემოხვედრია რაღაცა ეგ მანქანაო ხო და მეთქი თუ გინდა დაგიმატებ თქო და ამ ფოტოებს და რაღაცეებს ანუ გამოგიზიარებ თქო რა და კაიო დავემატე მოკლედ TikTok-ზე, იმანაც დავემატა და მაგის მერე გავიდა თუ ვორცდები ერთი კვირა და გუშინ იყო, როდესაც დავინახე რომ იყო ჩამოსული ქალაქში და უთხარი რომ მეთქი ცოტა ადრე რო გეთქვა, მეც გამოვიდოდი თქო და ფოტოებს რაღაცებს გადაგიღებდი თქო და გამოდიო ეხლა გავიარო თუ და მეთქი მაგაზე კაის რას მოვისმენდი. რა თქმა უნდა გამოვალ, აბა ეხლა ვარს ვარ ვიტყვი კამერო არა და კორვეტში რომ დავშო ჩავждე თქო. გავედით გარე, მითხრა თუ გინდა მოგეკითხავ, მაგრამ ეხლა მაგის გამო ბენზინს არ დავახარჯიებდი რომ ჩემთან მოსულიყო და გავედი ჩემი მანქანით. ნუ მამა ჩემის მანქანით ისე რო თქვა. ხო და აი რო დავინახე შორიდანაც თან საღამო რო არის, ეგ კორვეტი არის, აი როგორ გითხრათ, მუქი ლურჯი ფერი არის, მაგრამ თითქოს აი შავში გადადის და საღამო შეიძლება ვერც გაარკვიო შავი თუ ლურჯი არის. და ისეთი ლამაზი იყო, რომ მოდიოდა რაღაცა მანქანას ჰქონდა სასწაული აურა. ესეთი აურა კი არ ჰქონდა ეხლა ეს რომ მოვიდა წითელი მანქანით. შია? მე ხე შევჭამეო. ნაყინი ვჭამო თუ გინდა მერეო. კაიო, მაგას დავიმახსოვრებ. მეგობარს უნდა შევხვდეთო Google-სო რა. რაღაცა რესტორანშია. ხო და მოკლედ კაი, მოდი გავაგრძელოთ ახლა დიალოგი და მე გეტყვით. Company pal Robert Marshall has a line on an asshole we worked with before your time, man by the name of Connor Aldridge. I remember the name. Two of you had some kind of falling out. The fallout would suggest there was a time when we were in. You're dragging my ass around town because of it. Something had to go down. Look, all you need to know is that Aldridge is a traitorous cocksucker who got good men killed. And if he's in New Bordeaux, I promise you it's not for the booze and cheap blowjobs. Never is. კაი. მოკლედ ვიღაცას ხვდებით რა ეხლა ტიპს, ვინც ყოფილი ჯარისკაცი იყო მე მგონი. Yeah?
But when I want to know what you think about my music, I'll smack you upside the head. I'm sorry, I can't listen to this anymore. რაღაცა მუსიკა გეტყვა ჩართული და შენი ისო არ მომწონსო რა გემოვნებაო. და მეგონი გათიშეს. ხო და მოკლედ არ ველოდი რა რომ მანქანაში შევждებოდი და თან კიდე რაღაც გამიყვანდა მეთქი ანუ გარეთ ვიქნებით თუ კი ისიცივე იყო ხარ რა თქმა უნდა მაგრამ ვფიქრობდი რომ მეთქი ამ გარეთ ვიქნებით და გარიდან რა ვიცი აი ერთ ადგილზე ფოტოებს გადავუღებთ ხო რა ან კიდე თუნდაც რავი მაქსიმუმ ჩავждე ერთხელ და მერე გადმოვალ ისე მანქანიდან თქო მაგრამ ამ კოლეგის პატრონმა მითხრა რომ ჩაჯექიო რა და კარები რო გავაღე ისე დაბალი იყო რომ მეგონა რომ აი რაღაცა ძივშდებოდი თუმცა საბოლოოდ ჩავჯექი რა წესიერად და შიგნიდანაც კიდე როგორ არის იცი აი კამოროში თუ ხართ ნაჯდომი კამოროში ხო ვაფშე არაფერი არ ჩანს არც გვერდებზე თითქმის არც წინ და არცად მოკლედ აი ძალიან ცუდი ხედვა რო არის აი დაახლოებით ეგრე იყო მანდაც მაგრამ აი რო ჩავჯექი და ძრავის ხმა მესმოდა აუ აი ჩემზე ბედნიერი მან და ყოფილა არავინ და ნუ არცად ალბათ რა ვიცი ძალიან მაგარი გამოცდილება იყო თან მექანიკა იყო და სიარულის როს აი რო გადართავდა სიჩქარეში ან გადმორთავდა ისე უკან სიჩქარეში ისეთი ხმა იყო აი არ ვიცი რა სასწაული რაღაცა აი გადარეული ვიყავი Robert Marshall Johnny Boy and I work together at the company Robert Marshall-ია მე და ჯონი მუშაობდითო კომპანიაში ერთად და ვიღაცაყას უნდა ჩაკეტილი უკან You know I gave you a shot to sit in the back seat and you didn't take it ოგ გითხარი რომ უკან შეგეძლო შეჯდომაო მაგრამ არ გინდოდაო და ახლა გაჩვენდიო Sorry about that Marshall here is one of New Bordeaux's finest bounty hunters. Is that a cattle prod works every time although it does create a hell of a mess when my skips shit themselves ოდესო მუშაობსო რა ესო მაგრამ ნუ იჟვამენ რომ მგონი თუ რაღაც ეგრე რა დავუწყამ რაღაც He's been sniffing around our favorite Cuban bartender Horatio Balmana Balmana are you sure Balmana If Aldridge is such a big deal why is he exposing himself over a bartender Aldridge თუ ეგეთი დიდი კაცია მაშინ რატო იჩენს ეგ თავსო Let's go ხო აი გარიო დიდი კითხვა ანუ თუ თავარი კაცია ანუ აქ რატო არის ალბათ მოკლედ მე მითხრა რომ ან მიდიოდით რა შორს და მეთქი ანუ აქეთ რატო მიდივარ თქო თავიდან კიდე მაშინ უნდა ცოტა იმიტომ რომ პირველად შეხვდი ახლა ანუ მეორედ შეხვდი რა მაგ ადამიანს და ახლა მის მანქანაში ეგრე ჩაჯდომა რა ვიცი გოგოს უნდა შეშინებოდა მაგრამ მეც ასე თუ ისე ცოტა მეუცნაურასავით და ვიღაცა ჩავუკეთიათ რა იქ და მეთქი ანუ აქეთ ესე შორს რატო მიდივარ თქო და ბენზინი უნდა ჩავასხაო რა ხო და მეთქი ანუ ეგ ბენზინის შესაძლებელი აგერაც იყო თქო და არა ანუ ცოტა გავიდეთო შორსო გავიკეტავთო და მეთქი ანუ რაზია პრობლემა ცოტა კი მეშინო და კიდე რო გიცხათ მაგრამ ისე გამისწორდა რომ არ ვიცი Aldridge doesn't see the world the way we do There is no order and there are no rules that he won't break მოგეთ არ არისო რა რაღაც წესებიო რასაც ეგ Aldridge ვარ და არ ღვევსო აბა აქ რა წერია each night my head hits the field აკა ეს არ მაინტერესებს რაღაცა სიყვარულის წერილები თან სტოკი იყო ეგ არის Stingray რაც ნიშნავს იმას რომ ეგ ვარიანტი არის ჩვეულებრივი სტანდარტული 6 და 2 supercharger-ის გარეშე ან კომპრესორის გარეშე და ისეთი მაგარი ხმა ქონდა მაგას წარმოიდგინეთ ახლა კომპრესორიანი რა მაგარი იქნება მე გადმოვდიოდით კიდე რაღაცა ფოტოებს ვიღებდით მოკლედ აი უმაგრესი დღე იყო რა აი უმაგრესი დღე იყო ზოგადად საღამოს გასვლა არ მოწონს ხოლმე არსად So maybe he's a little off მაგრამ ეს არც მიფიქრია რა აი ეგრევე ჩავიცვი გავედი გარე მივედი მაგ ადამიანთან მე გავიარეთ გავუკატავეთ მე მომიყვანა ისე უკან და ეგ იყო და ეგ რა ძალიან მაგარი დღე იყო თუ გინდა კიდე ერთ ფოტოს გაჩვენებთ შეიძლება ეხა ამოვანოთ სადმე ეს თქონა მიდიოდი სადმე ხო? აჰა, სულ ეგა. Over there. ნუ ეხა კარგად ვერ გიხსენებთ რა გამოცდილებას, მაგრამ ძალიან მაგარი გამოცდილება იყო მართლა. Meet Horatio Balmana. ოცნება იყო ფაქტიურად რომ აი ეგრე ყოფილიყავი. C5 Z6-ში ვიყავი ნაჯდომი. Really? 5 და 7 კომპრესორია თუ არ ვწდები თუ არა 5 და 7 არის ჩვეულებრივი, მაგრამ ძალიან მაგარი მანქანა ეგეც და ხმა სხვა და შორის მეგონი მაგ C5 უფრო უკეთესი ქონდა. The Cuban Revolutionary Armed Forces. Back in November 62, the Navy found him and a couple of his pals floating in the Gulf and they brought him in. Which is where you come in, I suppose. I was already a nom, but I heard about it. Balmana spilled everything he knew about Castro. We planted a news story about the crew being found dead.
And that poor bastard ended up here, tending bar. The way this hand's cut up, Aldridge knows what he's doing. He was trying to ისეა get ამის Beaumont ხელი to talk. გაჭრილიო, რომ იცისო რა მაგაცმა როგორაც მუშაობს, ცდილობდა რომ ელაპარაკებინაო. აელაპარაკებინაო. I got him. აჰა, მას უნდა ვსდიოთ. Try not to kill this one, Lincoln. სადე რო არ მოკლაო. და აბა როგორ რა გავაკეთე ხა მანქანით. Don't let that cocksucker get away. მოიცა caps lock-ით. აი, caps lock-ით არის ესე იგი slow motion. და slow motion რა თქმა უნდა, დავუშვათ ესეთ პატარა ადგილებში რო გავძრე. რა მგონია რომ დამჭირდეს. ნახე, დრიფტერი ვარ და რა თქმა უნდა. მოკლედ ის მომინდა, ну ისედაც ხო მინდოდა რა, რომ ყოლოდა კორვეტი. თავიდან ძალიან მინდოდა რომ ყოლოდა C6. ეხლა ძალიან მინდა რომ C6 კორვეტი მყავდეს. C6 არის აი ულამაზესი კორვეტია. თან მაგათ LS3 ძრავი აქვს და LS3 არის აი სასწაული, არის სასწაულად მაგარი ძრავები არის. თუმცა მე რო დავაკვირდი მაგათი ჩამოყვანა ცოტა რთული იქნება, აქ კიდე ძალიან ცეცხლის ფასი აქვს, აი დაუშვათ რომ შეგეძლოს ახლა ყიდვა რომ ეგ C6 იყიდოთ თუნდაც ამერიკაში და ჩამოიყვანო აქ რაღაცა 18-ად ან თუნდაც 20-22-ად, საქართველოში ახლა რაც ვნახე ბოლოს ფასი იყო 45,000 და $20,000 მანქანას ახლა მე 45,000-ად მყიდველი არა ვარ, ჯერ ერთი მაგდენ ფულისაც არა მაქვს, მაგრამ რომ მქონდეს მაინც არ ვიყიდები. მაგაში შემიძლია რომ კარგ მდგომარეობაში ვიყიდო ის C7. შეიძლება Z6 ვიყიდო თან. რომელიც არის კომპრესორიანი 650-ით. ეხლა ამ ბიჭის კორვეტს, რომელიც Stingray არის და სტანდარტული 6.2 არის, 500 არა 500 არა, 470 აქვს თუ სწორად მახსოვს სტოკზე ცხენი. ხო და Z6 აქვს 650. Z6 აი რა. Z6 კიდე ეგეც იმიტომ მინდა რომ, რავი, თუ იყიდი, ბარემ უნდა იყიდო მაღალი კომპლექტაცია. ZR1 არის კიდე უმაღლესი კომპლექტაცია, მაგრამ საქმე ისაა, რომ აი Z6-ის რო ყავდეს, უბრალოდ რაში უნდა გამოიყენო, რავი, 650 ცხენის ძალა. აი, ფაქტობრივად რა გამოიყენებ? ჯერ ერთი რომ ყოველ წუთში მოგასრიალებს. მერე მეორე რომ ვერ მოეჭიდება საბურავი საერთოდ. მერე მესამე ყოველთვის საბურავი ექნება საცვლელი. და მერე მეოთხე კიდე ეგ მანქანა უნდა გამოიყენო, აი როგორც სპორტული მანქანა რა, ნელა მაგ მანქანით ვერ ატარებ ფიზიკურად და თუ სწორად მახსოვს მე მგონი თუ ეგრე ძალიან აწვალებ, მე ზედსაც ჭამსოდა. საწვალებელი იქნება კი მართალია, მაგრამ თუ ყიდვა, ბარემ უნდა იყიდო ეგ. იმიტომ რომ კომპრესორიანი LT4-ის ძრავი აქვს თუ სწორად მახსოვს, სასწაული რამე არის. მე სამწუხაროდ ახლა მექანიკის დარება არ ვიცი და რა აზრი არ აქვს რომ ვიტყოდი მექანიკის დარებას. ესე უნდა მექნა, ანუ არა უშვის პრინციპში, ანუ ხომ მოგიყევით რაღაცები მაინც და. უპს. კაი, ჩემი მეგობრა შეხვდიო. ხო, არა უშვის მოგელთ, სამაგერად მოგიყევით რაღაცები. ან შეიძლება რომ დავუშვათ Stingray ვიყიდო დროებით და მერე Z6-ში გადავცვალო ან რაღაცა ეგრე. მაგრამ თუ იყიდი, მერე გაყიდვით ეს მანქანები ფაქტობრივად არ იყიდება რა. ამათ იყიდვას და გაყიდვას ბედნიერება. და მაგიტო არის კიდე კაი რომ ბარემ Z6 იყიდო, იმიტომ რომ Z6 თუ იყიდი, ბარემ შეგრჩება მაინც და ეგ არის კაი რა. Who the fuck are you guys? თქვენ მჯენდება ხართ? What's your name? შენ აქვია. La gente me llama, huh? People call me Chucky. ჩაკის მეძახიან. You let people call you Chucky? შენ ხალხს ნებასაზე რო შაკი დაგიძახონ? და რატო? Forget it. There's a dead man upstairs named კლარიკაცი არის ზემოთო ბალმანო. ხო და მე რა? is the one who shot the living shit out of this place. და ვისაც What's მივიძებ that got to ჩვენ do with me?
You're not too არის bright. კაცი, ვინც აქაურობა Chucky? დახოცაო. Oh, fuck! შენ ჭკვიანი არ You're ხარო, the ხარო sole ხო? survivor of a goddamn massacre. That's what it's got to do with you. ერთ-ერთი გადარჩენილი ხარ შენ აქო Tell us და what you heard. All right. გაგვაგებია რა მოხდა და რა გაიგონება. Came in here. კაცი ვინც მოვიდა აქ, How? What house? I don't know. სახლზე კითხულობდა. Refused to say anything and then he started screaming. არ ვიციო, მაგრამ ბალამომო არ თქვა არაფერიო. Say it again so I can hear it. Pedro. Pedro Pan. Jesus Christ. And that was it. He told another man he was with that they need to get the crew to the plane as quickly as possible. That's everything I hear. On my mother. და მეგონი ხა მიდიან იქ ეძახში, მაგ პადროპენში. Mean anything to you? რამეს ნიშნავს ეგ შენთვის? Pedro Pan's a Pedro code Pani name for CIA safe კოდური house სახელია in the city. CIA-ის სახლისთვისო რა. ანუ ალბათ სააგენტოარი რამე. Can you keep our pal here on ice back at your place? Sure thing. All right, let's go check out your new digs, princess. Oh. Two of you find yourselves in need of sniper support, hit me up on the radio. Adios, Chucky. შენ დაიტოვეო რა ეს კაციო და ხო დაიტოვებს ახლა ის და თუ რამე დაგჭირდებოდა სნაიპერი ან რაღაც მსგავსიო დამიძახეთ და მანდ ვიქნები მეცო. Select sniper support in the weapon menu, select sniper target hold G და ანუ G-ს დახმარებით შემიძლია რომ გამოვიძახო ის კაცი თუ სნაიპერი დამჭირდება როდესმე რამეში. კაი, ესე არ ჯობია, ანუ რაღაც მთავარი მისიები. აუ, კიდე ამ ჟანგიანი მანქანით მივდივარ სადმე. All right, let's go. ახი არც იქოქება. და დრო მაქვს 3500 კილომეტრი უნდა გავიარო. აუ. კაი, მანამდე კიდე რაღაცებს მოვიყვებით რა. იმედია, რავი, ძალიან არ გაღიზიანებთ ამდენ რაღაცის მოყოლა და რავი, ძალიან მარტო ის არ გინდათ რომ თამაშზე ვილაპარაკო ყოველთვის. No surprise. Cocksucker was always partial to freelancers. Never could see the appeal of using mercenaries myself. Didn't see you complaining when that Noong MSF battalion saved our asses last year. Those are some mean motherfuckers. ხო, მოკლედ. ეხლა ჩემი გეგმები რაც არის, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი გეგმები YouTube-დან ყოველთვის იყო ის, რომ ფული მეშოვა. რა თქმა უნდა, საქმიანობა მომწონს როგორც ასეთი, მაგრამ ეხლა ისეთი პერიოდი არის, რომ ონლაინ თუ იმე რაღაცას აკეთებს, მთავარი მიზანი არის ფული შოვნა. არ მოგატყუებთ არ დავიწყებ ხა იმის სახელს, რომ არა კაცო, ფული ჩემთვის არ არის პრიორიტეტი, ფული საერთოდ არ მინდა მე და ეგეთ რაღაც სისულელები, ეგ არ გამოვა. მაგიტომაც მჭირდება, რომ არხი გამოვიწეროთ ყველამ, რომ 1000 გამომწერზე ავიდეთ. 1000 გამომწერიდან მე უკვე ნახვები დამჭირდება ცოტა, მაგრამ ნახვები შედარებით რომ ნაკლად მნიშვნელოვანია, ვიდრე გამომწერები. თუ ეგ მოხდება კიდე უფრო უკეთესი არის, იმიტომ რომ Brother, you need to get yourself some love. Your ass is wound tight. ნუ ფული შოვნის შანსი იქნება რა. ვერ გეტყვით ხარ რა, რეალობა არის, რომ ბევრ ფულს ვერ ეშოვებ ფაქტიურად YouTube-ის დახმარებით. მაქსიმუმ რაღაცა 70 евро ალბათ ორ თვეში, ან თუნდაც 80 евро ორ თვეში. შეიძლება ეგიც კიდე ვერ ეშოვო. თუმცა პლუს ის არის, რომ ეგ 70 евро და ეგ 100 евро კიდე არის რაღაცა 200 ლარამდე. ან ნუ $100 რა და მაგას თუ რამე იქნება სიჭრო მე დაამატებ, იმიტომ რომ მეორე არხიც ხომ მაქვს მე. მიუხედავად იმისა, რომ მაგ მეორე არხზე ვევდე ფაქტიურად ვიდეოებს, ერთი პლუს ის არის, რომ ორი არხიდან როცა რაღაცა შემოვიდეს, მაგალითად $200, თუნდაც 5 თვეში ერთხელ იყოს ეგ $200, ანუ მაინც პლუსი არის. At least for now. თან კიდე სამსახურიდან წამოსვლას რო ვაპირებდი, მე წინა ვიდეოზე გითხარით, რომ შეიძლება დავშეთქო და ეხლა კიდე უფრო მომეცა იმის мотиваცია, რომ სამსახურში დავრჩი. უბრალოდ ერთი ძალიან დიდი მინუსი, რაც მე მაქვს, არის ეს უნივერსიტეტი და ჯარი. ჯარი არის ყველაზე ერთ-ერთი რაღაცა სისულელე, არ ვიცი. ამერიკაში მაგალითად სავალდებულო ჯარი არაა და შეინებით მიდიხარ თუ გინდა წახვალ თუ გინდა არ წახვალ. აქ კიდე არის ეს სისულელე რაღაც სავალდებულო ჯარი, რომელშიც არ ვიცი, ვიღაცა ტვინკარი ხალხი იქნება, მაგაში ტვინკარი ხა ყველას კი არ ვეძახი კაცო მე, მაგრამ არის რა გარკვეული კატეგორია ეგეთ ხალხისა, ვინც აი ჩხუბის გარდა არაფერზე არ ფიქრობს. ხო და დავუშვათ კარანტინის პერიოდში უნდა იფიქრო იმაზე, საღამოს ვინ დაგარტყამს, საღამოს ვინ გცემს, საღამოს ვინ რაღაცას იზამს, ან შენ ვის ცემ. მე რო ვიღაცას გალახავ, ან ვიღაცა შენ დაგარტყამს, ან რაღაც ეგეთი მსგავსი, დამნაშავე გამოდიხარ შენ. მე უნდა ელაპარაკო კიდე ვიღაცა ვინც იქნება ეგ უფროსი, მე უფროსი კიდე საყვადურს გეტყვის, მე უფროსმა კიდე შეიძლება რაღაცა დაგავალოს, ან რაღაცა ისეთი მოკლედ მთელი რაღაცა სისულელი ამბები. და ეს უნივერსიტეტი კიდე უფრო და უფრო სისულელე ხდება ახლა. აი უბრალოდ ვერ ვხედავ მიზეზს და მიზანს იმისა თუ რატომ უნდა ვიყო უნივერსიტეტში. პრინციპში უკვე დავამთავრე თითქმის და ბევრი აღარც მაკლია, მაგრამ მაინც
ხელს მიშლის აი ძალიან. ეხლა დასვენების დღე მაქვს და უნდა ვიშენებდე, მაგრამ დასვენების მაგრად მიდივარ კიდე უნივერსიტეტში. მე კიდე გამოცდები მაქვს უნივერსიტეტისთვის, პრეზენტაცია მაქვს უნივერსიტეტის გასაკეთებელი 2-თან, ეხლა იანვარში და შეიძლება ნაკლებად მეცალოს ვიდეოებისთვის. ამის გარდა კიდე გასაკეთებელი მაქვს რაღაც აკადემიური ნაშრომი. მე 6 გამოცდა მაქვს კიდე იანვარში უნივერსიტეტში ეგეც და პლუს კიდე სამსახურში მაქვს ერთი გამოცდაც. და ნუ კიდე რაღაცა ჩეკები და ასე შემდეგ სამსახურში რაც შეეხება რა. ხო და ნუ ეგ არის რა ერთი ძალიან დიდი მინუსი უნივერსიტეტის იმიტომ რომ არ მაქვს დრო არაფერს. თან სამსახურში რა გამოცდაც მაქვს, მაგისთვის უნდა ვემზადებოდე კარგად რომ ეგ გამოცდაც კიდე მე ჩავაბარო. ნუ ყველა სამსახურში ეხა გამოცდები თუ მშენებელი არა ხარ ან რაღაც ეგეთი მსგავსი. ხო და მოკლედ გეგმები არის ეგეთი რომ ეხლა ვიყიდო მიკროფონი მეორე არხისთვის, ვიყიდო კიდე ერთი რაღაცა სასწორი მინდა, ძვირი არ ღირს, მაგრამ ჭკვიანი სასწორი არის და ატომაც არა ბარემ. ფასდეკლებაში ეთან ახლა. მე კვილები მაქვს მისახედი ესე რომ ვთქვათ, ნუ 2 უნდა ამოვიღო ზედა სიბრძნის კვილე, იმიტომ რომ გაფუჭებული არის ესე რომ ვთქვათ, თან კიდე აწובה წინა კვილებს. და ნუ დასაპლომბი კიდე რამდენიმე კვილე მაქვს და დაახლოებით ეგ ყველაფერი შეიძლება იყოს ალბათ ერთი ხელფასი. და მაგის მერე აი ვსო, უკვე უნდა მივხედო იმას, რომ დავაგროვო კოროტისის ფული. აი ვესტები ყველანაირად რომ აი რაც არ უნდა იყოს, გადავდო. აი ყოველთვის ყველაზე მეტი ესე რომ ვთქვათ. რამდენი საშუალებაც მექნება ვესტები რომ გადავდო. და საბოლოოდ იმედი მაქვს, აი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თუ დავაგროვოს რაღაცა $5,000-მდე ან $10,000-მდე, მე ჩემს კამაროს გავყიდი ალბათ 5,000-ში და ნუ 15 მექნება ესე რომ ვთქვათ. 15-ს მერე კიდე რა ვიცი რაღაცას ვიჩალეჯებ ესე რომ ვთქვათ. და იქნებ და რა ვიცი, ვიყიდო როგორმე. ზივებს აქ ვერ ვიყიდი, იმიტომ რომ არ აყავს არავის როგორც მე ვიცი ყოველ შემთხვევაში. ერთს ყავს პრინციპში, ქუთაისში არის თურქი კაცია ის და მაგას ყავს. მაგრამ და როგორია იცი, ეგ კაცი არასდროს არ დადის ფაქტურად ჩქარა. რამდენჯერაც დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ 650 ცხენიანი მანქანა ყავს, ტიპი აი არ დამინახავს არასოდეს რომ ოდნავ ჩქარა მაინც ასულიყო. აი ყოველთვის ნელა წყნარად დადის. წარმოიდგინე 6-2 კომპრესორიდან რომ ძრავის და გრუჩიდელის ხმას ვერ გაიგონებ, მაშინ ხო ხდებით ამ საქმე როგორ არის და ხო ხდებით ანუ როგორი ნელა დადის. მაგრამ არ მგონია რომ მაგანჯერ მანქანა მომყიდოს და თუ მომყიდის კიდე მომყიდის ძალიან ძვირად ალბათ. თან გონე კაბრიოლეტია თუ თავი ეხსნება და მოკლედ სასწაული არის რა. არ ვიცი რატო და საიდან შემიყვარდა ეს კოროტები ესე ძალიან. მაგრამ შემიყვარდა და ეგ არის ხა ჩემი ცხოვრება რომ უნდა ვეცადო როგორმე ვიყიდო კოროტი. I think they saw us. Watch out. Area clear. იმედია 1-2 წელიწადში შევძლებ კოროტის ყიდვას. და თუ შევძელი, მე ვიდეოს გადავიღებ უეჭველი. ამ არხსაც და მეორე არხსაც ალბათ. მე მგონი ბოლო იყო ეგო. მაგრამ რა ხდება აქ? ზემოთ უნდა ვიდე კიდე? Inspection station. We review every piece of mail leaving and entering the country. How else would we keep an eye on all those commie sympathizers? ეგო იმეილი ამ წერილების ოთახი იყო და არა ეგო ინსპექტი ანუ ის იყო რა სადაც ამოწმებენ მაგ რაღაცეებს თორე ისე ამ კომუნისტებსო როგორ უყურებსო აი სნაიპერი ვარ გეუბნებით მე მაგრამ არ ვიცი რა თქვენ და აჰა არ ვიცი თქვენი ფავორიტი მანქანა რომელია ესე დამწერეთ კომენტარებში და გავარკვიოთ ესე რომ ვთქვათ. მე ვარს არ ვიტყოდი ბევრ მანქანაზე რა თქმა უნდა, მაგრამ კორვეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო შემთხვევის. მაგალითად ერთი მეგობარი მყავს თბილისელი არის და მაგასაც ძალიან მოწონს კორვეტი, ანუ მე და მაგას ორივეს გვინდა ერთნაირად რომ კორვეტი ყავდეს, თუმცა იმას უნდა რომ ყავდეს C6, იმიტომ რომ LS-ის ძრავები მოწონს. 6-2 არის ისიც, მაგრამ ნუ LS-ი მოწონს უფრო იმას და უნდა რომ ეს ყავდეს და მე კიდე მინდა რომ ყავდეს C7. თუმცა იმას აქვს, იმას კიდე ყავს Z370, რომელიც არის, რა ვიცი, საკმაოდ ძვირიანი მანქანა, ეხლა ჩემს მანქანას შედარებით, რომ ან მე ხო კამარო მყავს და
მაგასთან შედარებით ფაქტობრივად სამჯერ უფრო ძვირი არის მაგის 60-70 ზეთი. და ნუ შესაბამისად ახლა ეგ უფრო მალე იყიდის ყორვეს ვიდრე მე დავუშვათ. ხოდა მოიცა რა ამ ეგ რატომ მოვიტანე ხა არც მახსოვს. აუ ცდილობ ახლა გახსენებას და თან ვერ ვიხსენებ ეგ რატო თქვი. ნუ მოკლედ ყოველ შემთხვევაში ორივე ზარ მაგრა გვინდა. თუმცა აი გავიჭედე, აი ტვინი გამეჭედა ფაქტიურად. ეს მჭირდება რო ავიღო? გონი ხო? ხო აი დრო ახატია, ეგ ალბათ იმას ნიშნავს რომ დროებით ამჭირდება ეს. ნუ მოკლედ ამავსდა, მაგრამ ერთ სიტყვით საბოლოოდ მე ვიქნებით ისე რომ მე და ეგ ორივე ვილით ყოროტებით. გუშინ წინ მეუბნებოდი თან რომ აგერ ყოროჩი ვზივარო ხაო და შენც უნდა იყო აქ უეჭველიო და მეთქი მეორე დღეს მეთქი რა მეორე დღეს მეც ვიყავ მე რაღაც ყოროჩი. ეხლა ძალიან გოგოსავით ავარ, ისეთი გოგოსავით, ვინც გადამკვდარი არის ჟეშტებზე და მატერიალურ რაღაცებზე არის გაგიჟებული, მაგრამ აი ყორვეტი ჩემთვის უბრალოდ მატერიალური რაღაცა კი არა, ძალიან მაგარი რამე არის რა. აი მაგის გარეშე აზრი არ აქვს ცხოვრებას, ისე ვიტყოდი. აი, გავუჭედეთ როგორ ჩანს, ეხლა აქ როგორ უნდა გამოვიდე, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. ლინკონ ძმა. ნუ სამწუხაროდ საკმაოდ უკრიდან დამოწყებია, მაგრამ ეგ არაფერი მოვიდი ხა ისე მაგამდე. და თითქმის იგივე ადგილზეა რა, იმედია კიდე არ გაიჭედება ოღონ. არ გაიჭედება. სხვადასხვა სესხით ყიდულობს ხოლმე ძალიან ბევრი ადამიანი მანქანებს, მით უმეტეს ეგეც ვირი არ მანქანებს, რომელიც რაღაც 50,000-იანი დაждდება ალბათ ჯამში ყველაფერი, ანუ ზიუ 6 მთლიანად, იმიტომ რომ მაგის market value, ესე რომ ვთქვათ, ანუ მარკეტის ფასი არის რაღაცა 90,000 ალბათ. ხო და დაზიანებული მეორადი ნახმარი და რაღაც დაზიანებული რაღაცა და დანადაკები ალბათ, არ ამგონია რომ რა ძვირი დაждდეს, ანუ იგივე ფასი რა. თუმცა 50 ძალიან ბევრი არის. მაგრამ აი ეგ მანქანა რომ ყავდეს, ჩემი ცხოვრება იქნება დამთავრებული ფაქტიურად. დამთავრებულში გულისხმობ, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით, რომ აი ეგ არის ოცნება და მაგის მერე უკვე არაფერი არ იქნება საჭირო ის იმისიც, რომ გავბედნიერდეს, ესე რომ ვთქვათ. სადაა სეიფი? სეიფი არ არის. ტყვე გამდარია. მოგესალმებით შოუშიო ჯონი. არ უთხრა მაგას არაფერია. ადვილია იმის ისმავაში, იმიტომ რომ გარეთ გასვა. სეიფი მაჩვენე მალე, თორე ტვინს გაგიხეთქავ რა. მაინც მოკლავსო. How's the hand? How's the face? როგორ ახენ ხელიო? და შენი სახე როგორაო? Tell me. მითხარი. Your colorful friend. ეს ეგ ფერადი კაცი ვინააო და მე ის ფერადი კაცი ვარო, ვინც შენ საჯდომში ფეხ შეტენისო. Just take what you want and go. აიღეო რაც გინდაო. Jackpot. აჰა. Now what? ხომ არა, აქედან როგორ გავა ახლა ეს? ნუ ახლა მოკლა რა თქმა უნდა. Oh, get up. ნუ ახლა დააჭედე შულში. You fucking bastard. I'm gonna fucking kill you. შენ ნაბიჯო რომ მოკლაო. Maybe. შეიძლება. ესა Aldridge, ნუ პრინციპში კი ვიცოდი ეს რო იყო, მაგრამ მაინც. შეიძლება, მაგრამ შეიძლება ვერ მომკლავ. მაგრამ აქედან როგორ გავა? We got company. საიდან გავიდა? იქიდან. სხვადასხვის საიდან კაცო?
ის რომ აქვს ლიმონკ ისასროლი ესე რომ თქვა ეგ უნდა გავამეყენები ახლა და შევაგდებდი და ეგრევე ამოხოცავდი ამათ ყველას. რო ცოტა სისრულე გავაკეთე რომ პისტოლეტით დავწყოს რა, თუმცა ახლა მაინც 4 კაცი მოვიშორე ეგრევე. გასაღები უნდა იყოს სადმეო და შეამოწმეოს ხეულები და ყველაფერი. კი ბატონო, შევამოწმოთ ყველაფერი. აბა აქ რა არის? ყველაფერი. ბიჭო, არ ჯობია რომ მომეხმარო ამის პონაში, ვიდრე მაგ ეგ ურტყა, იმიტომ რომ ტყვია ესროლე იმდენი და არ გაიყო და არც დაიმტვა და ეს აჯენდა ვაგინე. აი ამისთვის გამოვიყენებ ახლა ამას. ხო? სნაიპერი ვარ ბიჭო, აი რა ჰედშოტებს ვისრე, ხო აკვირდებით. მეცაკ რა არის? ცოტა იქნება. კაი, გავუღოთ კარები და დავამთავრებ კადროს ვიდეოსაც მალე. ამ ვიდეოს მე საღამოს დავაიდებ და ალბათ საღამოს დავდებ, იმიტომ რომ დრო ფიზიკურად აღარ მშება უკვე. პარასკევს მექნება ერთი თავისუფალი დრო, რომ ვიდეო გადავგოკიდებ და მე როსო. და პარასკევსაც კიდევ რომ მექნა ეგ არის აქ. მე ალბათ ძალიან იშვიათად მომიწევს ვიდეოს ატება. მოგელ ფაილები წაიღო იმასთან დაკავშირებით, ვინც მოდიოდა კუბიდან ჩვენს ქვეყანაში მთელი 9 წლის მანძილზეო, თუ რაღაც 10 წელია. რას ეძებს ვე კაციო? შენ რაღაცა იცი? მე რაღაც ფიქრები მქონდაო მას შემდეგ რაც ჩაკი მილაპარაკა ოლდრიჯზეო და თვითმფრინავზეო. Balmana and his crew were piloting a plane out of Havana. Balmana და მისი ხალხი ესე ვთქვათ, მაგათ ყავდა ალვანიდან წამოყვანილი თვითმფრინავიო. But they weren't looking to defect. They were returning something that didn't belong to them. მაგრამ ისინი ანუ კი არ ჩამოდიოდანო, პროსტა რაღაცაო ჩამოქვენათ იმ ქვეყნიდან, ამ ქვეყანაში ისეთი რაც იმათი არ იყო და ბალვანა არის ის შავკანიანი კაცი, რომელიც სასტუმროში ვნახეთ, რომ მკვდარი იყო. The CIA codenamed the incident Devachka. და CIA ამ შემთხვევას დაარქვა ძევუჩკა, ალბათ გოგონა? ხო, აი, წერი ეგრეც, რომელიც უსულად მისნავს ნიშნავს პატარა გოგოს. ან კომუნისტ პრინცესი. Anyway, the plane's cargo was part of a Russian R-12 theater ballistic missile. მოკლედ, მაგ თვითმფრინავში რაც იყო რუსული R-12-ის ისო რაკეტაო. Which part are we talking about? რომელ ნაწილზე ლაპარაკობ ჩვენო? Well, this shit just got a hell of a lot more interesting. A storm took the plane ატომური down ბომბიო რა. mid-flight. Balmana and his crew bailed. After 12 months of searching, the CIA considered Devachka lost at sea. Nothing to be done about it. Unless it wasn't lost at sea. Unless it wasn't. მოკლედ CIA მე მგონი შეწყვიტა მაგ თვითმფრინავის ძებნა, იმიტომ რომ დაეკარგაო და ისე იფიქრეს იმათმა, რომ ვითომ თვითმფრინავი პროსტა წყალში ჩავარდაო და დაეკიდაო რა CIA-მ, როგორც გავიგე ხა, მაგრამ ამას უნდა მე მგონი ეგ რაღაცა ბომბა, ხო და მაგიტო წაიყო ხა ესაბუთები, რომ გაარკვიოს ბოლოს სად გაჩერდა ალბათ ეგ თვითმფრინავი, რომ მე მოძებნოს. Aldridge gets his hands on this. There's no telling what he'll do. All right. ხო, ანუ ეგაა რა. თუ ალჟირი ამას ხელს მოკიდებსო, ვინც ის რაც იმსო. Then we need another way to find it. What about Balmana's crew? მოკლედ თუ ალჟირომ წაიღო ყველაფერი და ეგ მეაგნებს მაგას ჩვენზე უფრო მალეო, ჩვენს უნდა გავაკეთოთ რაღაცა, რომ როგორმე დავასრულოთ რა მაგასო და ბალმანას ხალხზე რა სიტყვიო იქნება, იმათ მეიცოდეს ამბავია, სად წავიდა თვითმფრინავიო. If we could track down another one of the assholes that was on that flight, they may be able to tell us what we need to know. თუ როგორმე მოვძებნითო რა, ანუ ბალმანოს რომელიმე თანამშრომელსო შეიძლება გავარკვიოთო. ბალმანას ფაილებში შეიძლება შევიდეთ აქედანო. ანუ მე მეგობარს ეძებენ რა, ვინც იყო მაგ თვითმფრინავზე. ესე მალე კაცო? ვიპოვეთო ვიღაცაო. It was a 4-man crew on the plane. 20 კაციანი ის იყო ჯგუფიო. ორი გადარჩაო. Balmana and a man by the name of Ruben Paez. Ruben Paez-ი მოვიდა აქ რა, ამერიკაში. Got him a job as a janitor at a department store. ნუ ერთი ხო მოგდა უკვე შავკანიანი და მეორე უკვე CIA-ში მუშაობსო დეპარტამენტშიო. Frisco Fields. Frisco Fields-ში. No way Aldridge leaves a loose end like that kicking around the poor bastard. არ მგონია რომ ალდრიჯმა დატოვოსო ეკაციო ეგრეო. ხო და მაშინ ჯობია რომ ალდრიჯამდე წავიდეთ ჩვენო მაგასთანო რომ ალდრიჯემ არ მოკლასო და ინფორმაცია ჩვენ გამოვტყავოთ ასე რომ ვთქვათ. ეს კაციო.
კონორ When did ალდრიჯი. you first meet him? პირველ დროდის გაიცანი ეგო. როდი შეხვდიო? 1994 ივნისში. We went into Guatemala as part of PB Success and გვატამელაში ვიყავითო და მე გავიყავითო. ran into each other again in Vietnam. შემდეგ კიდე ვიეტნამში შეხვდით Well, ხმას. according to these reports, ამ Mr. Aldridge was წელებსაც very შეეხება successful in მისტერ infiltrating ოლდრიჯი the NBA. კარგი იყო So NBA-ში successful, in შესვლაშიო. fact, he cultivated several contacts that became double agents. ანუ ისეთი მაგარი იყო, რომ ორმაგი აგენტი გავიხდაო And საბოლოოდ. how would you put it? ეგო ერთი გზაო, რომ მაგაზე ლაპარაკო. და მეორე აბშენ როგორ I can იტყოდიო? type up some bull მე ვიტყოდიო ისე, რომ ყველაფერს ეს წაკითხავ დასაჯერებელი არ არისო რა. ანუ სისულელი არის ეგო, რომ ორმაგი აგენტიო იყო ეგ ალდრიჯიო. shit on fancy letterhead doesn't change the fact that it's bullshit. მე შემიძლია ფურცაც დავწერო რაღაცა დებილობა, კარგად, მაგრამ ეგ იმას ანიშნავს, რომ ეგ დებილობა არ არისო. Mr. Donovan, did you or did you not have contact with Connor Aldridge? ქონდა თუ არა კონორ ოლდრიჯთან კონტაქტი ზაფხულში 1968 წელს. Died in an alleyway in Saigon. მოკვდა ეგო. I'm done talking about him. მაგაზე ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ. მოკვდაში იგულისხმა, ანუ ამას აღარ დაელაპარაკება თუ როგორ Meet ანუ. me in the French ward, and we'll track down Pius. მოკლედ ფრანგულ პალატაში შემხვდიო და მე გავაგრძელებთ ლაპარაკიო. ჩვენ ხომ მოვიდით ამ ჟანგიანე მანქანით და შენ ეგეთი კარგი მანქანა და დაგესპაუნდა მანდ და მე კიდე ეს ისულელე. ნუ კაი. ძებუჩკა უნდა გავაკეთოთ ახლა ესეთი მისია, რომელიც არის ძალიან შორს. თუმცა ერთი პლუსი ის არის, რომ თავად მისიებს დავადგით. დავადგით თვალი. ეს არის ძალიან კაი. მოკლედ, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ, იმედია რომ საუბრებიც მოგეწონათ ასევე. ეხლა უნდა წავიდე, იმიტომ რომ ფაქტობრივად დრო არა მაქვს, 13 წუთი მაქვს რაღაცეები და მე კიდე პრეზენტაციას აკეთები მაქვს, აქედან გამომდინარე, მომიწევს რომ სამწუხაროდ მალე წავიდე. დროებით, წარმატები ყველას და ეგ არის და ეგ რა. კარგად იყავით.